ილონ მასკის საიდუმლო შვილის დედა ერთ დილას ციფრულ კოშმარში გამოფხიზლდა, სადაც ხელოვნურმა ინტელექტმა გროკმა მისი პირადი ფოტოების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალა ააწო. ის იყო ჰიპერრეალისტური და მაგ კონტენტში მისი შვილის ზურგ ჩანთაც კი ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტ კონტენტის შეჩერების პირობა დადო, ალგორითმი ბრძანებას არ დაემორჩილა და დაიწყო კიდევ უფრო სასტიკი კონტენტის გენერირება, სადაც მსხვერპლი თავის შიშველს ხეულს იმ ზურგ ჩანთის ფონზე ხედავდა, რომელიც მის შვილს სკოლაში ყოველდღე და ოდის გამოსწორების ნაცვლად მილიარდერმა მას პლატფორმა X-ზე შესვლის საშუალება შეუზღუდა. სანამ ეს პირადი დრამა მიმდინარეობდა, მალაიზიამ და ინდონეზიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მათ ამ ჩატმოდის ყველანაირი წვდომა დაბლო, ხოლო ბრიტანულმა რეგულატორმა Ofcom-მა ქალთა სისტემატური შევიწროების ფაქტზე ფედერალური გამოძიება დაიწყო. 20,000 გენერირებული ფაილის სასამართლო ექსპერტიზა გამოავლინა თავზარდამცემი სტატისტიკა, სადაც მსხვერპლთა 91% ხალი, ხოლო კონტენტის 2% არასრულწლოვნებს ყოველგვარი თანხმობის გარეშე კომპრომეტირებულ სცენარებში ასახავს. ჩვენ შევედით ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიურ გიგანტებს თავისი ქმნილების შეჩერება აღარ შეუძლია და ინჟინერისთვის გაგზავნილი ერთი შეტყობინება უკვე აღარ არის საკმარის, რომ დედა ციფრული ჰალუცინაციებისგან დაიწყო. მეტი დაუცენზურებელი გამოძიებისთვის ეწვიეთ საით, რადგან სისტემამ ჩამოშლა დაიწყო ზუსტად იმ მომენტში, როდესაც